სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული რომელსაც ჩვენ უწოდებთ ნათლისღებას სინამდვილეში სრული სახელი ამ დღესასწაულის არის ღვთისგანცხადების დღესასწაული და ყოველმა ქრისტიანმა უნდა ძალიან კარგად იცოდეს რა მოხდა დღევანდელ დღეს. უფრო სწორად, რა მოხდა დღევანდელ ღამეს. აი ღამით დღე და ღამე იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა უამრავ ადამიანს. იმდენი ადამიანი მოდიოდა მასთან, რომ ის აი მუდმივად, არც ვიცი ალბათ როდის ისვენებდა, მუდმივად ესე იგი ნათლავდა ადამიანებს, მაგალითად აღსარებას. და აი ამ დღეს მასთან მოვიდა იესო. რა თქმა უნდა, იოანე ნათლისმცემელმა იცნო იესო სულით. იმიტომ რომ ისინი მანამდე ბავშვობის მერე შეხვედრილები არ იყვნენ ერთმანეთთან. და როდესაც იესო მოემზადა წყალში ჩასასვლელად, რომ იოანესგან მიიღო ეს ნათლისღება, რომელსაც ესე უწოდებდნენ. იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ შენ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენ უნდა მოვიდეთ შენთან, რომ შენგან ვიღოთ ნათელი და შენ მოდიხარ? და იესომ ესე უპასუხა, ჯერ უნდა აღვასრულოთ წესი. და სანამ ეხლა გავაგრძელებ და მერე მოგიყვებით რა მოყვა ამას, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სახარების კითხვისას აუცილებლად უნდა დასვათ შეკითხვები. და აი შეკითხვა ესეთია. რა წესი უნდა აღესრულებინათ იესოს და იოანე ნათლისმცემელს? იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, შენგან უნდა მივიღოთ ნათლობა და იესომ უპასუხა, ჯერ წესი აღვასრულოთ. რა წესი უნდა აღესრულებინათ? უფალი მოდის, რომელიც აი სულ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდება მისი სრული განცხადება და ყველა გაიგებს, ყველა მთელი სამყარო, რომ ეს არის ნამდვილად ჭეშმარიტად ღმერთი, რომელიც განკაცდა, ყველა გაიგებს ამას. აი რა წესი უნდა აასრულოს ღმერთმა და იოანემ ერთად. საქმე ის არის, რომ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. იოანე ნათლისმცემელი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს იყო წინამორბედი და რომ მან წარადგინა ქრისტე კაცობრიობის წინაშე, იოანე ნათლისმცემელი იყო უდიდესი არა მარტო პიროვნება, არამედ თანამდებობის მხრივაც. მას ეკავა ყველაზე მაღალი თანამდებობა ისრაელში. იგი იყო წინასწარმეტყველი და შესაბამისად იოანე ნათლისმცემელი იყო იერუსალიმის პატრიარქი. იოანე ნათლისმცემელი იყო ისრაელის პატრიარქი საერთოდ და შესაბამისად იგი იყო მთელი სამყაროსი, იმიტომ რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ისრაელში იყო შემორჩენილი. და პატრიარქმა თქვა, უნდა მოინათლოთ ყველანი. ყველა უნდა მოხვიდეთ, აღიაროთ თქვენი ცოდვები, განიწმინდათ, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, რატო არის აუცილებელი ეს აღსარება და განწმენდა, მაგრამ პატრიარქმა თქვა, მოდით, განიწმინდეთ და ნათელი იღეთ. ეს არის კანონი. პატრიარქის ნათქვამი სიტყვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ განკაცებული ღმერთი მოდის და ამბობს, შევასრულოთ ეს და თვითონ ასრულებს ამას. პატრიარქის სიტყვებს. აი ეს არის წესის შესრულება, რომელიც იესომ თავდაბლად აღასრულა და ესე დაიწყო იესოს განცხადება, აი ამით. და შემდეგ პატრიარქმა თქვა, შენგან უნდა მივიღოთ ნათელი. და ეს სიტყვებიც აღასრულა ქრისტემ და ქრისტე კი არ მოინათლა სინამდვილეში, ქრისტემ მონათლა სამყარო. ქრისტემ აკურთხა წყალი, რატო ვასრულებთ ჩვენ დღეს აი ეს დიდი წყალკურთხევა, რომელიც შევასრულეთ, სულ წელიწადში ორჯერ სრულდება ეს გუშინდელ დღეს და დღევანდელ დღეს. რატო ვაკურთხეთ წყალი? იმის აღსანიშნავად, რომ ამ დღეს იესომ აკურთხა წყალი. აკურთხა წყალი, აკურთხა სამყარო და აი ესეც აღასრულა ეს წესიც. და
ამ დღეს ყველა წყალი სამყაროში არის ნაკურთხი. ყველა წყალი დღეს რაც არსებობს არის ნაკურთხი. და ამის შემდეგ სული წმინდა დაადგრა ტრედის სახით იესოს და ზეციდან მამის ხმა ისმა. რომ იესო არის მისი საყვარელი ძე, რომლის სიტყვაც ჩვენ უნდა აღვასრულოთ. ანუ ძღმერთი იყო წყალში, სული წმინდა ტრედის სახით იყო მის თავზე და მამის ხმა ისმოდა ზეციდან. აი ეს არის დღევანდელი სახარების შინაარსი, ეს არის რაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს და დასკვნა აქედან ის არის, რომ წესი, რომელსაც უფალი დაადგენს და რომელიც ადამიანის პირით განეცხადებათ, ამ შემთხვევაში ეს არის პატრიარქი, ეს წესი აუცილებლად უნდა ახსოვდეს. უფალმა აღასრულა წესი, რომელიც თვითონვე დაადგინა. თვითონვე დააყენა, გამოარჩია პატრიარქად ივანე ნათლისმცემელი, მისი ლოცვა-კურთხევით ივანე ნათლისმცემელმა მოუწოდა ადამიანებს, რომ წყალში განბანილიყვნენ და წოდები ეღიარებიათ და ეს დადგენილი წესი იესო ქრისტემ თვითონვე აღასრულა. და არსებობს ესეთი ცნობილი ფილოსოფიური განმარტება თავისუფლების. რომ თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება არის ის, როდესაც შენ მიერ დადგენილ წესს შენვე აღასრულებ. აი იესომ როგორც ღმერთმა დაადგინა ეს წესი და იესო როგორც ადამიანმა აღასრულა ეს წესი. აი ეს არის ჩვენი გზა. ეს არის ჩვენი გზა გამოხსნისა, რომ ჩვენ წესი უნდა აღვასრულოთ, წესიერად უნდა ვიცხოვროთ და უფალი გვაკურთხებს. როგორც აი დღეს გვაკურთხა უფალმა, გვიკურთხა წყალი კიდევ ერთხელ, რომელიც მარადის იკურთხება და დღეს რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ, რაც შეიძლება მეტჯერ იბანავეთ წყალში, მთლიანად თელი სხეულით და ვერც თხოვეთ, რომ დაგვილოცოს და გვაკურთხოს. ჩვენთან არს ღმერთი.